საკითხი მეხუთე დღეა არის განხილვის საგანი, მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება მთავარ კითხვებს პასუხს არ სცემს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას. ის, რაც ამ დრომდე ითქვა სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მხრიდან, არ არის საკმარისი ექიმებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მათ შარშან აქციის მონაწილეების დასაშლელად არ გამოუყენებიათ აკრძალული ნივთიერება და რომ არ ჩაუდენიათ დანაშაული, რადგან თუ კი ხელისუფლება ამბობს, რომ ამ მნიშვნელოვანი კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებიდან მათ აკრძალული ნივთიერება კამიტი არ გამოუყენებიათ, საინტერესოა რა გამოიყენეს, რა დოზით გამოიყენეს და იყო თუ არა ის დასაშვები ზოგადად წყალთან ერთად აქციის მონაწილეების დასაშლელად და ექიმები ამბობენ, რომ ამ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ისედაც არის დაუშვებელი. თუმცა ასევე საინტერესოა რა მოცულობით გაურიეს ის წყალში, რადგან ამას ჰქონდა განსაკუთრებული ეფექტი და ეს შესამჩნევი იყო მაშინათვე, როცა აქციის მონაწილეები საუბრობდნენ ამ დაზიანებებზე და ეფექტზე, რაც ჰქონდათ მათ წყლის მოხვედრის დროს. შესაბამისად, ექიმები საუბრობენ იმის შესახებ, რომ საინტერესოა და მნიშვნელოვანია ამის შესახებ ისაუბროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მნიშვნელოვანია გამოქვეყნდეს კონკრეტული ინფორმაცია თუ რა გამოიყენეს და რა დოზით. ეს საკითხი ექიმებს აინტერესებთ და ასევე ბუნებრივია ყველას ამ პროცესში, ვინც ამ პროცესს აკვირდება, იმის გამო, რომ საკმაოდ რეზონანსულია საკითხი და ასევე ხელისუფლება უკვე 5 დღეა ამ ინფორმაციას მალავს. ამ კოდებით არის ესეთი ორგანული ნივთიერებები ჩამოთვლილი, რომელსაც იყენებენ ინდუსტრიაში. ეს ნივთიერები დღემდე იწარმოება, იმიტომ რომ ქიმიურ ინდუსტრიაში გამოიყენება და მათი გამოყენება აი ამ ბრბოს დაშლის თვალსაზრისით არის კატეგორიულად აკრძალული. ამ კოდების ქვეშ რა ნივთიერებებიც არის, რეალურად ყველა შხამია. BBC-ს ინტერვიუში ის ყვება, რა ქვია, ერთ-ერთი რესპონდენტი, რომ ამ ბოთლებსო თავის ქალა და ჩონჩხები ეხატაო. ეს არის საერთაშორისო აღნიშვნა შხამის. ცნობილი არის ეგრეთ წოდებული პოლიციური გაზები, რომლებსაც იყენებენ მიტინგების დარბევის დროს და ეს გაზები ძირითადად არის ცრემლდენი და ლურწოვანის გამაღიზიანებელი გაზები, რომლებსაც აქვს ძალიან მცირეხნიანი მოქმედება, მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება და ჩვენიციც გვახსოვს, როდესაც წინა დარბევები იყო რუსულ კანონებთან დაკავშირებით, ადამიანები გამოდიოდნენ ტერიტორიიდან, სადაც ხდებოდა ამ ცრემლდენი გაზების გაშვება, შემდგომ ხდებოდა ფიზიოლოგიური ხსნარით ლურწოვანის ჩამობანა, დაახლოებით რუსთაველის თეატრის ტერიტორიამდე გამოდიოდნენ ხოლმე და რამოდენიმე წუთის მერე, როდესაც გადაივლიდა ეს მოქმედება ამ გაზების, ისევ შეძლო დაბრუნება ტერიტორიას. შედარებით უფრო მძიმე დაზიანებები აღმოჩნდა 2024 წლის დეკემბრის აქციების დარბევებისას. მაშინვე აღნიშნავდნენ დაზარალებულები, რომ ეს გაზი იყო უფრო მეტად მწველი, წყლის მოხვედრა თვალზე უფრო მეტად ამწვავებდა მდგომარეობას. და ამან მაშინვე გააჩინა ის აზრი, რომ რაღაც სხვა ნივთიერება იყო გამოყენებული, რომელიც აბსოლუტურად არ გავდა ჩვეულებრივ გაზებს. ასეთი მასშტაბით ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მით უმეტეს მომწამლავი ქიმიური იარაღის კატეგორიაში შემავალი ნივთიერებების გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ეს კითხვები პასუხგაუცემელია და ხელისუფლება ამბობს, რომ მას პასუხს გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაასრულდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიება. თუმცა საინტერესოა ის, რომ გამოძიება, რომელიც მათ შორის მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების მუხლის მიმართულებით, ამ დრომდე არ დაინტერესებულა არც მოქმედი და არც ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვით და შესაბამისად ამ მიმართულებით რა კეთდება გამოძიების მსვლელობის დროს, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის და ჩვენ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. თუმცა იურისტები, რომლებიც ამ თემას აკვირდებიან, ამბობენ, რომ კიდევ უფრო მარტივი იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუ კი ინფორმაციას გაასაჯაროებდა და უბრალოდ ჩვენ გვეცოდინებოდა რა ნივთიერება იყო გამოყენებული. იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ გამოძიება ახლა ამ კონკრეტულ შედეგს დადებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეების განმავლობაში ჩანს, რომ ხელისუფლების სამიზნე ის პირები არიან, ვინც ტელეკომპანია BBC-ს ინტერვიუ მისცა.
თავარ კითხვაზე არ პასუხობენ ეს ადამიანები, რა გამოიყენეს, თუ არ გამოიყენეს ის, რაზეც საუბრობს BBC, მაშინ რა გამოიყენეს მათ, ხომ? ანუ კითხვა არის ძალიან მარტივი, მათ ამ კითხვას უნდა უპასუხონ და მე მგონია, რომ არც არავის არ ჯერა, რომ მათ არ იციან, ხომ? ერთდღიანი გამოძიების საფუძველზეც კი დადგინდებოდა, ვინ როგორ რა პირობებში გამოიყენა ეს გაზი. ფასადურ გამოძიებას ატარებენ, ამის მიზანი არის ის, რომ ფოკუსი შეცვალონ საზოგადოების და გამოავლინონ მტრები და ესე იგი კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა ამასთან არ აქვს. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშან შესაძლოა გამოიყენა აკრძალული ნივთიერება, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც გამოხატა ტელეკომპანია BBC-მ, არც ბრიტანული გამოცემა ამბობს მტკიცებით ფორმაში, რომ აკრძალული ნივთიერება იყო გამოყენებული, თუმცა ტელეკომპანია მოიპოვა დოკუმენტი, რომლის არსებობას ადასტურებს ირაკლი კობახიძე და ვარაუდობს, რომ ასეთი ნივთიერება იყო გამოყენებული. ერთადერთი რაც ამ დრომდე ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს ვარაუდი უსაფუძვლოა, რომ აკრძალული ნივთიერება კამიტე გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა რა გამოიყენეს, ეს კითხვა გაჩნდა სწორედ ხელისუფლების ამ მტკიცების შემდეგ და ამ კითხვაზე უკვე 5 დღეა ვცდილობთ პასუხი მოვიპოვოთ და ამ პროცესს თავად ბუნდოვანს ხდის ხელისუფლება, რომელიც არ ასაჯაროებს ინფორმაციას.